მოგესალმებით, უფასო მეგობრებო, La Gazzetta dello Sport Georgia, ახალი გადაცემით ფეხბურთთან ახლოს. შეიძლება არც ახალი, იმიტომ რომ მსგავს ფორმატში იყო აქ გადაცემა, თუმცა მე გიორგი პავლიაშვილი ვიქნები წამყვანი. იმედია საინტერესო იქნება თქვენთვის, უფასო მეგობრებო. ფეხბურთთან ახლოს ქვია გადაცემას და ამ უქმეებზე ძალიან საინტერესო თამაშს ვნახეთ ლიონისა და Paris Saint-Germain-ის მონაწილეობით, მაგრამ ჩემი აზრით უფრო მთავარი თემა ფეხბურთთან ახლოს არის კალათბურთი და კალათბურთში ევროპის ჩემპიონატზე მე-6 მოხვედრა არის და სწორედ ამაზე ვისაუბრებთ ჩვენ ძალიან საინტერესო სტუმართან ერთად. ჩემი უფროსი მეგობარი და აი მთლიანად კალათბურთელი, ჩემის დღესაც კალათბურთელი პაატა გურასპაული, კალათბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, დღესაც ფედერაციაში მყოფი ადამიანი და ჩემთვის ძალიან საყვარელი ადამიანი რასთავარი არის ჩემი სტუმარი და მადლობა პაატა რომ მოხვედი. უკეთეს სტუმარს მე პირველ გადაცემაში ვერ ვინატრებდი და თან ესეთი კაი ამბის მერე, ასე რომ მოგესალმებით, მადლობა პირიქით აქეთ და მე უპირველეს ყოვლისა მინდა წარმატებები გისურვოთ La Gazzetta dello Sport's ქართულ რედაქციას, გასაგებია რომ აქამდეც იყო, როგორც გავიგე, შენ პირველად ხარ და ჩემთვისაც პატივია ის, რომ შენაერი ჩემი უმცროსი მეგობარი არის ჩემი დღევანდელი, ასე ვთქვათ, მასპინძელი. მე ვისურვებდი, რომ თქვენი გადაცემები ისეთი ყოფილიყოს, როგორც არა მხოლოდ La Gazzetta dello Sport's ეკადრება, არამედ როგორც ნამდვილ ქართულ გულშემატკივარს ეკადრება, როგორც საჭიროა რომ იყოს პირუთვნელი, დამაჯერებელი, სამართლიანი და ყველაფრის მომცველი. ასე რომ ჩემთვისაც პატივია კიდევ ერთხელ გიდასტურებთ და მადლობა რომ მე ვარ თქვენთან ერთად. მით უმეტეს ქართულ ფეხბურთში და ქართულ სპორტში ბოლო პერიოდში საკმაოდ დიდი წარმატებები არის და მაგაზე ლაპარაკით არ ვიღლებით არასდროს. ამ შემთხვევაში საკალათბურთო ნაკრებზე უნდა გკითხო და ეს იქნება ჩვენი მთავარი თემა მე-6 ევრობასკეტზე. ზოგადად ვილაპარაკოთ რას ნიშნავს ეს, იმიტომ რომ მე მახსოვს ჩემ ბავშვობაში პატარა ვიყავი და მაშინაც რა თქმა უნდა დიდი გულშემატკივარი ვიყავი. კალათბურთის ოცნება იყო ევრობასკეტზე და ზოგადად დიდ ფორუმზე მოხვედრა იმდენად რთული იყო და ეხლა მოვიდა დრო, როცა უკვე მე-6 ძეძედ გავდივართ ამ ტურნირში. კი, აბსოლუტურად გეთანხმები, ეს ZZ6 ევრობასკეტი ეს პატარა საქმე ნამდვილად არ არის ესეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორც ჩვენ ვართ საქართველო. ამ ყველაფერს წინ უძღოდა ძალიან რთული პერიოდი 2000 წლების დასაწყისიდან, როცა ჩვენ ყველა მე და ჩემი მეგობრები ვცდილობდით რომ კალათბურთის რაღაცა დონეზე ყოფილიყო შენარჩუნებული. ეს ყველაფერი არა მხოლოდ ამ საუკუნეში იწყება, არამედ იწყება უფრო უკან, როცა დამოუკიდებელი საქართველოს ესე ეგიდით 92 წელს დაიწყო შიდა ჩემპიონატები და ამასთანავე მქონდა ერთ-ერთი საუბარი ჩემს მეგობართან და კოლეგასთან და მან გაიხსენა სწორედ ის დრო, როცა საერთოდ უშუქობა ქვეყანაში ურთულესი მდგომარეობა და ამ დროს სპორტის სასახლე იყო 12000-ზე მეტი მაყურებელი, როცა ვითა და თბილისში თამაშობდნენ. ეს ერთი ეპიზოდიც კი საკმარისი, ანუ 90 წლებიდან ჩვენ შევინარჩუნეთ რაღაც დონეზე ქართული კალათბურთი, ხოლო 2000 ამ საუკუნეში უკვე დაიწყო ის, რომ ეტაპ-ეტაპ მივდიოდით ამ მომენტამდე, როცა უპირველად 2011 წელს შეძლო საქართველოს ნაკრებმა და გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. მნიშვნელობა ამისი არის ძალიან დიდი, იმიტომ რომ სწორედ ის თაობა, რომელმაც პირველი ევრობასკეტი ითამაშა, იმ თაობიდან რამდენიმე მოთამაშე კვლავ ნაკრებში თამაშობს, ვეტერანები არიან და იმდენად დიდი დამსახურება აქვს ქართული კალათბურთის წინაშე, რომ სიტყვით გამოთქმა მის შეუძლებელია და სწორედ ისინი უპირველეს ყოვლისა თორნიკე შენგელია, გიორგი შერვანდინი, მართალია გიორგი ცინცაძემ დაანება თავი, მაგრამ ისიც უნდა მოვიაზროთ ამ ყველაფერში. იქ მცნელები მანუჩარ მარკოიშვილი, ანატოლი ბოისა, იქ ბექა ბურჯანაძე, დუდა სანაძე, ეს მე ვეტერანებზე ვსაუბრობ და ის ბიჭები, რომლებმაც იქამდე თავი დაანებეს, ვოვა ბოისა, მათ მოიტანეს ეს ყველაფერი და სწორედ თორნიკეც და შერმადინის და დუდაც ბეკაც აი ეს ვეტერანები იმსახურებდნენ იმას, რომ ეს მე-6 ევრობასკეტი ყოფილიყო. სწორედ ამიტომ ვიძახდი მე ყველა ინტერვიუსაც და ყველა ტელევიზიაში გამოსვლის დროს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი საქართველოს ნაკრების არსებობის ისტორიაში იყო დანიასთან. იმიტომ რომ ამ ევრობასკეტის შემდეგ იწყება ახალი ეტაპი, ახალი გუნდის მშენებლობა და ძალიან რთულია, როცა
ახალი რაღაცის შენობის პირობითად თქვა დადგმა გინდა და საზირკველი არ გაქვს. და ის საზირკველის თავიდან უნდა გაამაგრო. აქ როცა უკვე საზირკველი არსებობს და ამ საზირკველზე შეგიძლია უკვე ახალი მშენებლობა წამოიწყო, ხო? და ამიტომ იყო მნიშვნელოვანი, თორე ერთი ევრობასკეტის ჩაგდება თითქოს ვიღაცას რო კითხო ისეთი კატასტროფა არც არაფერი არ იქნებოდა. და ამიტომ იყო მით უმეტეს, როცა ჩვენ ვიცით რომ ამერიკელი კალათბურთელები ვერ გვეხმარებიან. სხვათა შორის მინდა გითხრათ რომ ის გუნდები რომლებიც ვერ მოხვდებიან ევრობასკეტზე და ჩვენ რო ვერ მოგვეგო ეს თამაში იმ საკვალიფიკაციოში კი არ ვეთამაშებდით იმის კიდევ უკან საკვალიფიკაციაში წარმოუდგენელი იყო შემდეგ უკვე აი ამ ფსიქოლოგიური დარტყმის მტკივნეულოდ გადატანა არა მხოლოდ ვეტერანებისთვის არამედ ახალგაზრდა ბიჭებისთვის რომლებიც ხვალინდელი დღე არის ქართული კალათბურთის ანუ იმის თქმა მინდა გიორგი რომ ამ მოგებას მე ვანიჭებ ყველაზე დიდ და ესეთ წარმატებულ ნაბიჯს იმ მრავალწლიან ისტორიაში რომელიც საქართველოს ნაკრებმა შექმნა თავისი არსებობის აი ბოლო 2 ათეული წელი რო ავიღოთ. ხო და მაშინ მივადექით კონკრეტულად დანიასთან შეხვედრას ჩვენ შევხვდით ერთმანეთს წინა დღეს და იმ დღეს მე მგონი დანიასთან მატჩის დღეს და შენ მითხარი ეგ ინფორმაცია რომ კამარ ბოლდუინი ვერ დაგვეხმარებოდა მე უკვე ხალხმა ჯერ კიდე არ იყო ცნობილი მაგრამ მე როგორც შენ ხალხმაც გაიგო და ძალიან ნერვიულობდით იმიტომ რომ ჯერ ერთი დანია მაინც იქამდეც მივდივართ რომ კალათბურთის თამაში ყველა მისწავლა როგორც ფეხბურთზე იყო რომ ყველა მისწავლა კალათბურთზეც იგივეა მით უმეტეს ჩამოყვა ჩილსი რომელიც არ თამაშობს ხოლმე ნაკრებში მაგრამ გადაწყვიტა რომ ეთამაშა და ჩვენ დაგვიშავდა კაცი რომელმაც რეალურად ფინეთთან ვერ ვიტყვით რომ მოგვაგებინა მაგრამ ორივე თამაში მაგრამ ძალიან დიდი სამსახური გაგვიწია მოგვაგებინა ეგეც შეგვიძლია ვთქვა და მაგიტო ძალიან დაზაფხულები ვიყავით ხო წნეხი დიდია საქართველოს ნაკრებზე აუცილებლად მოსაგები თამაშია და თან არ ყავს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე კამარ ბოლდუინის სახით გასაგებია რომ თამაშის ხარისხი ის არ იყო რაც ქართულ შემატკივარს გვინდა მაგრამ მე სულ მაგას ვამბობ ხოლმე და ალბათ დამეთანხმები რომ ეგეთ ფინალის ტოლფას თამაშებში თამაშის ხარისხს არ აქვს არანაირი მნიშვნელობა მთავარი არის შედეგი ბოლომდე აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა მე მესმის შენი შეკითხვის არსი იცი როგორი სიტუაცია შეიქმნა ბიჭების განწყობა იყო ბოლო ვარჯიშამდე ძალიან ესეთი მოტივირებული განამოტივაცია დააკდათ მაგრამ იყო ესეთი განწყობა ძალიან ამაღლებული და არანაირი ნერვიულობა არანაირი შფოთვა არაფერი არ იყო ბიჭების იმაში მე ხა პულზე ხელი მენდოდა ვიცი და უცბად ბოლო ვარჯიშის ბოლო წუთზე ჩათვალე წუთი ნახევარი იყო დარჩენილი ვარჯიშის დამთავრებამდე ბალდუინი დაიმტვრა გქონდათ თავიდან ყველას იმედი რომ შეიძლებოდა არ ყოფილიყო ესეთი ტრავმა მაგრამ იმ საღამოს სამედიცინო შტაბის მთელი ღამის მუშაობა შემდეგ უკვე გადაწყვეტილება რომ MRI გადაუღეს და მიხვდა ყველა რომ არც იყო აქ რთული რომ ამ ბიჭის თამაში გამოირიცხა და მე შინოდა სწორედ ამისი რომ აი ეს ფსიქოლოგიურად წნეხში არ მოექცია აი ამ ტრავმას როგორია რომ კაცი გაკლდება რომელმაც ფინეთთან მთლიანად შეცვალა საქართველოს ნაკრების სათამაშო სქემა ხარისხი და არა მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ გააკეთა ოძებეტიკულა როგორც ჰელსინკში ასევე თბილისში არამედ იმიტომ რომ ყველა გახდა დამაჯერებელი ყველას მოუვიდა ესეთი თავდაჯერებულობა და ყველა მივხვდით გულშემატკივარიც რომ ამ კაცთან ერთად ჩვენი ნაკრები სულ სხვა კალათბურთს თამაშობს იმ კალათბურთს რომელიც საჭიროა ქართული კალათბურთისთვის საქართველოს ნაკრებისთვის და ამაში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი არის სწორედ კამარ ბოლდუინი და უცბად ეს კაც ხელიდან გეცლება აი ეს იყო ეს მომენტი იყო ეს ძალიან მანერვიულებდა მე და მე მინდა ვთქვა რომ ხარისხი რაც შენ თქვი აბსოლუტურად დაგეთანხმო ეს არ იყო ის ხარისხი რაც ჩვენ გვჭირდება მომავალში მაგრამ აქ ხარისხს არანაირი ყურადღება არ უნდა მიაქციოს კაცმა მე მინდა შევაქო ბიჭები რომ მათ აი როგორ იტყვიან სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლეს ვინც გამოდიოდა ვინც არ თამაშობდა მაყურებელი იქ სტაფი იქ სამედიცინო ყველა იყო ჩართული და ყველა ცდილობდა რომ მაქსიმუმი გაეღო იმისთვის რომ ეს უმნიშვნელოვანესი და უპრინციპულესი შეხვედრა საქართველოს ნაკრებისთვის დამთავრებულიყო შედეგიანად და დამდგარიყო ის შედეგი რაზეც ვისაუბრეთ და ოჩახ ბიჭებს რომ
ბოლო მომენტამდე აი ესე იბრძოლეს, ესე შემართებით, ესე თავდადებით საქართველოს და ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს. მე თამაშის შემდეგ ესეთი მომენტი იყო, რომ ხა ერთმანეთს ულოცავდა და ყველაფერი კამარ ბალდუინს შევხედეთ, წრემლანი ქონდა თვალების სიხარულისგან, იმდენად კარგი ბიჭია, იმდენად კარგი ადამიანია, რომ ბოლო მომენტამდე იძახდა, რამე გამიკეთეთ და ვითამაშებ. მაგრამ არ შეიძლებოდა მაგის გაკეთება. ორი მომენტის გამო, პირველი და მთავარი, იმიტომ რომ შეიძლებოდა მას ისეთი ტრავმა მიეღო, რომ დაემთავრებინა თავის კარიერა, ეს იყო ამოსავალი წერტილი და მეორე, კამარ ბალდუინის სათამაშო სტილი არ არის ისეთი, რომ მხოლოდ და მხოლოდ შეუძლია ესე ბილად რო თქვა, ნელა ირბინოს მიიღოს ეს როლოს არა. ის სხვა სტილის და ყაიდის მოთამაშეა, სუმომშია, სუბრძოლაშია და ასე რომ დიდი იყო მაგის საშიშროება და მე აი უთხარი კამარს რომ არავიშოს მიუთხარი, მთავარია რომ არ გაგიმიზესდეს, მთავარია მოუვარო და რაც მთავარია გელოდებით ევრობასკეტზე და ერთი სული მაქვს ესე მითხრა, როდის ვითამაშებო ევრობასკეტზეო თქვენი ქვეყნის ღირსების დასაცავად. მალე გავიგებთ უკვე სად მოხვდებით, ჯერ ერთი არის ვარიანტები კვიპროსი, პოლონეთი, პოლონეთი, კვიპროსი, ფინეთი და ლატვია. და ლატვია, ბატონო. ხო, მალე გავიგებთ რომელ ქვეყანაში ვითამაშებთ და რა ჯგუფში. ну ეგ გვეცოდინება მე უფრო შეგვიძლია დასკვნების გამოტანა, მაგრამ რას ველოდებით, ხო, ევრობასკეტი ისეთი ტურნირია, რომელზე გასვლა უკვე კარგი ამბავი არის, მაგრამ საქართველოს ნაკრებს ამ წლების განმავლობაში ჰქონდა ხოლმე ამბიცია, რომ რა შეიძლება შორს გასულიყო. მით უმეტეს გოგას იმედი გვაქვს, მამუკელაშვილის იმედი გვაქვს, ისინიც იქნებიან და ჩემი აზრით საკმაოდ კარგი გუნდით წავალთ. რა და შენ როგორი მოლოდინები გაქვს ევრობასკეტში? ეს არის არც ერთი ევრობასკეტის წინ არ მithქვავს, რომ თქვათ რაღაცა ესეც ვიზავთ ამ შედეგს ან გავალთ. ყოველთვის გვინდოდა და ყოველთვის რეალურად ვაფასებდით ჩვენი გუნდის შესაძლებლობას, რომ ჯგუფიდან გასვლა შესაძლებელი იყო. რამდენჯერმე შევძელით, რამდენჯერმე ვერ შევძელით, იქ პლეი-ოფში დასანანი მარცხი ლიტვასთან გვახსოვს, თორე ყველაზე ახლოს მაშინ ვიყავით. იყო მომენტები, რომ ვერ გავედით. მე შემიძლია ვთქვა, რომ თუ ყველა ჯანმრთელად იქნა და აღარ ვამბობ იმას, რომ არც გოგა და არც სანდრო, რასაკვირველია, იმას არ იფიქრებენ, რომ საინაკრებს არ დაეხმარონ, ხო? ორივე იქნება, ბალდუინი უკვე საუკეთესო ფორმაში იქნება, ჩვენები გაივლიან იმ სამსვნელო შეკრებას, თუ შეკრებებს, რომლებსაც დაგეგმავენ სამსვნელო შტაბი, ფედერაციასთან ერთად და მე ვფიქრობ ესე. და ხა მნიშვნელობა როგორ არა აქვს ვინ შეგხვდება, მაგრამ ნუ ყველა გრანდი ხო ვერ შეგხვდება ხო, სწორია რა. ფორმატია ისეთი, რომ საქართველოს ნაკრებს არათუ პლეი-ოფში გასვლა და ჯგუფიდან გასვლა, მე ვფიქრობ, რომ იქით მოერიდოს ყველა საქართველოს ნაკრებს. ნუ არის რამდენიმე ნაკრები, გიორგი, ხა შენ და მე კარგად ვართ ჩახედული ამ საევროპულ კალათბურთში, რამე თუ ევროლიგაც მიყვავს, ევროთასიც მიყვავს და იმ NBA-ის მოთამაშეებსაც კარგად ვიცნობთ, რომლებიც მაგ პერიოდში უკვე შეავსებენ თავის ეროვნულ ნაკრებებს, ხო? არის რამდენიმე ნაკრები, რომელთანაც ნუ წინასწარ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არა ფავორიტები ვიქნებით, მაგრამ ესეთი ნაკრებები არიან თითზე ჩამოსათვლელნი, ხო? იგივე საფრანგეთის ნაკრები, სერბეთის უპირველეს ყოვლისა, იქ საბერძნეთის კარგი გუნდია, ესპანეთი ყოველთვის კარგი გუნდია, მაგრამ აი მეორე ეშელონის გუნდებიდან რომლებიც იქნებიან აუცილებლად ევროფორუმზე, საქართველოს ნაკრები ჩემი აზრით ამ ფორმაციის საქართველოს ნაკრები უკვე კამარ ბალდუინთან და ამერიკელთან ერთად, ნუ ჩვენ ქართველ ამერიკელებთან ერთად, ერთ-ერთი არათუ ანგარიში გასაწევი ძალა იქნება, არამედ ყველა ხიფათი ელოდება ჩვენი ნაკრებისგან. თუ რასაკვირველია, სწორად მოვემზადეთ, თუ ჯანმრთელად ვიქენით უპირველეს ყოვლისა, თუ ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც საჭიროა სამსვნელ პროცესზე ვამბობთ, ამ ხანაგურ მატჩებზე ვსაუბრობ და შემდეგ იქით მოგვერიდოს ყველა. იმიტომ რომ ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი გვეყოლება. თორნიკე, შერმადინი, რასაკვირველია შერმო ამ თამაშების შემდეგ. ნუ ესე თქვა, ნახოთ რა იქნება, იმიტომ რომ 3 წელი კიდევ აპირებ თამაშს, ხო? იქ დუდა, იქ ბეკა, იქ ახალგაზრდა ბიჭები და არავინ არ იცის, ხო? როგორ წარიმართება იმ ჯგუფში ჩვენი მატჩები, რატომაც არა, მე ვფიქრობ, რომ
რეალურია ის, რომ საქართველოს ნაკრებმა თავისი მე-6 ევრობასკეტი ყველაზე მაღალი შედეგით დაამთავროს წინა 5 ბასკეტს ევროჩემპიონატში. მიზანიც ეგ უნდა იყოს, ხო, აი როგორც ოლიმპიადაზე არა უკეთ ვიდრე წინა ოლიმპიადაზე, ჩვენთვის უნდა იყოს უკეთ ვიდრე ყველა წინა ევრობასკეტი. მე ვამბობ, ეს ხო შეიძლება ყოველთვის ესე თქვა, რომ უკეთ ვიდრე წინა ჩემპიონატზე, მაგრამ აქ ეს რეალურია. ხო? რეალურია ის, რომ თუ ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც საჭიროა, ტრავმებმა არ შეგვაწუხა და ყველაფერი წავიდა ისე, ეს მწვნელიც თუ და მე ვფიქრობ, რომ უკვე შეიძლება რაღაც დასკვნების გაკეთება. ხო, აი მაგაზე უნდა მეკითხა, ბოდიში რო გაწყვეტინებ, ჩიკიჩზე უნდა მეკითხა, იმიტომ რომ იყო სტარტი მძიმე, პირველი თამაშები წააგო, ცოტა არეული იყო, არ იცნობდა მოთამაშეებს, ახლოს არ გულისხმობ ხა თოკოს და ასე შემდეგ. ისეთ მოთამაშეებს, რომლებიც პირველად ნახა, მაგრამ ბოლო პერიოდში თითქოს გამოსწორდა ყველაფერი. ჯიკიჩი მე და შენ გვახსოვს, ბევრი წლით ადრე აი ბუდუშნოში რომ მუშაობდა და მისი გუნდის თამაშებიც მიყვავდა და ვიცით ჯერ ერთი რომ შეხედავ ისეთი ტიპაჟი როგორ არ გამახსოვრდებოდა, ხო? აი როგორც არა დაუშვათ ქართულ კალათბურთში მოღვაწე ადამიანი, თქვათ ეგ ფედერაციაში და ასე შემდეგ, როგორც გულშემატკივარი და ექსპერტი ისე გეკითხები, რას ფიქრობ ზოგადად? კი ბატონო, მოდი ჯერ ზოგადად ვიტყვი და მე უკვე საქართველოში მის ჩამოსვლას შევეხები. ჩვენ სწორედ თქვი, ჩვენ ადრიატიკის ლიგიდან გვახსოვს იგი და გვახსოვდა მე სწორედ მიდი დამამახსოვდა პირველი თავისი ვიზუალით და მე რაღაცა მომენტში იყო, ახლა მგვარი არ მახსოვს იმ კალათბურთელის, რომელიც მაგ გუნდში, იმ გუნდში, რომელსაც ჯიკიჩი წვრინდა, იყო ერთ-ერთი კი არა, ყველაზე ისეთი და რაღაცა მოხდა შელაპარაკება, ასე ვთქვათ, უკმაყოფილება გამოხატა ამ კალათბურთელმა და გააძევა საერთოდ. გუნდიდან იმ თამაში გუნდიდან გააგდო. და ეს მაშინვე დავამახსოვრდა, რომ იმდენად პიროვნება, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო. და ხა სერბები გამოირჩევიან თავის ინტელექტით, საკალათბურთო ინტელექტზეა საუბარი, მწვრთნელების და მოთამაშეების, მათ რა არა, კალათბურთი მართლა იციან, ხო? ჯიკიჩმაც იცის ძალიან კარგად კალათბურთი, ხა მე ვერ შევადარებ და ვერ ვიტყვი, რომ მას იგი დგას, თქვათ, პოპოვიჩებთან ან ბლატთან ან იმ ბერძენ სპეციალისტებთან, რომლებმაც უბრალოდ წალეკეს, ხო, ევროლიგა და ძალიან მაღალი დონეების არიან, მაგრამ ნამდვილად ერთი რამის თქმა ნამდვილად შემიძლია, რომ არის პიროვნება თავისი ფილოსოფიით, თავისი ხედვებით და ამას ნამდვილად ვერ დაუკარგავ. ეს უკვე ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა. არის ძალიან კარგი მოტივატორი რამე თუ ამ ბოლო დღეებში ფინეთთანაც და დანიასთანაც მე მითხრეს იგი როგორ მოტივირებას უკეთებდა ბიჭებს. ანუ რას ეუბნებოდა, სად ქონდა წერტილოვანი დარტყმები, აი რაზე უმახვილებდა ყურადღებას და არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მოედნის გარეთ, ქვეყანა, რა ღირსება, ეგ რო არანაირი სხვა ფიქრები არ არსებობს და ამას გადმოტანა უნდა, ხო? ამას მიტანა უნდა კალათბურთელებამდე და ყველა იქ სტაფის წევრები რომ იყვებოდნენ, მითხრეს, ნუ ახტოვანებაში ვიყავით, თუ იმდენად კარგი მოტივატორიც აღმოჩნდა. ანუ ეს რაც შეეხება მის პიროვნებას. ეხლა მოდი გადავიდეთ იმაზე, რომ პირველი მატჩი, რომელიც მან ჩაატარა და იმ მატჩამდე რამდენიმე დღე ჰქონდა, რომ გარკვეულიყო სიტუაციაში, იყო დანიაში. მან უბრალოდ არ იცოდა. კაი, თორნიკე იცოდა, თქვა და შერმადინი და შეიძლება თქვა კიდე 1-2, მაგრამ მაინც არც თორნიკესთან ჰქონდა მას ნამუშევარი და არ იცოდა თორნიკეს შეთამაშება მის თანაგუნდელებთან. ანუ თითოეული მოთამაშის ზღვარი შესაძლებლობების მაქსიმუმ მინიმუმიდან აი ეს ამპლიტუდა ნამდვილად არ ქონდა ამას წარმოდგენა და აბსოლუტურად რთულია და შეუძლებელია სამ დღეში ამაში გაერქვა. ამიტომ მე პირველი თამაშის შემდეგ რომელიც წავაგეთ სამწუხაროდ, მაგრამ საბედნიეროდ ისე მოხდა, რომ სწორედ ეს მატჩი გვაჩუქა იმ მატჩის წაგებამ, ბოლო მატჩი უკვე თბილისში დანიასთან, მე ვთქვი, რომ მე ერთმნიშვნელოვან დასკვნებს ვერ გავაკეთებ. არ შეიძლება. მე ფინეთთან ორი მოგების შემდეგაც მაგი ვთქვი, რომ მე ვერ გავაკეთებ კვლავ ერთმნიშვნელოვან დასკვნას. მე პიროვნებაზე უკვე ვისაუბრე, ცნელი ვიცი რომ კარგია, მაგრამ ის უნდა მოხდეს ისეთ სიტუაციებში, როცა გადაწყვეტილებების წამის მეათედებშია მისაღები. უნდა მოხდეს ესეთ ძალიან რთულ პერიოდებში და ძალიან რთულ წამებში, თამაში ხდება, ეხლა შენ კარგად იცი ესეთი მომენტი, როცა მსრელის აი იმ წამიერი გადაწყვეტილება შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს, ამ პირიქით მოაბრუნოს თამაში.
ყოველ შემთხვევაში შეინარჩუნოს მაინც თუ კი თქვათ იგებს მისი გუნდი და დანიასთან მატჩის შემდეგ მე ესეთი მომენტები რომ მას რაღაცა ჩაეგდო, რაღაცა შეიძლება უკეთესად რაღაცა მე მაგალითად აი ამ მატჩში მეჯიკის არ ვასწავლი, მაგრამ თორნიკეზე მეგობრებთან ერთად ვიჯექი და აი ვამბობდი თორნიკე ისე დაიღალა გამოცვალოს 1-2 წუთით გვიან გამოცვალა, ვიდრე მე დავიწყე ამაზე საუბარი, მაგრამ ეს არ იყო ისეთი თქვა შეცდომა, ხო? ეხლა ადამიანია და ზოგი შეიძლება ცოტა ადრე გამოეცვალა. არ მხოლოდ ამ მომენტზეა საუბარი, მე ვამბობ მის გადაწყვეტილებების ისტორიაზე. ვინ რა დროს მოედანზე, ვინ რა ფუნქცია უნდა შეასრულოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე რომ საერთო ჯამში მე ჯერ კმაყოფილი ვარ. თუმცა კვლავ ვამბობ, ეს ყველაფერი საბოლოო სახეს მიიღებს არა მხოლოდ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, რომელიც მე ვფიქრობ წარმატებული იქნება. არამედ ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება იმ ახალი გუნდის ჩამოყალიბების პროცესი, რომელსაც მან უნდა უხელმძღვანელოს. და მან ეგ უნდა მეკითხა და ამით კალაბურთის თემა ვუძვროთ 1-2 მე ფეხბურთზეც მინდა რომ კითხო, იმიტომ რომ როგორც კალაბურთელს ისე გისნობს ყველა, მაგრამ ფეხბურთს კარგად ერკვევი. ეგეც იცის ხალხმა ალბათ. ახალგაზრდებზე მინდა რომ კითხო, იცი რა, პირდაპირ ვთქვათ ეხა ტალანტების სამჭედლო დღეს საქართველოს კალაბურთში არ არის იმ ხრივ რომ ესე როგორც სერბები გაიხედავენ აქეთ-იქით ან ვიღაც ხორვატი და ხელს მოკიდებენ და წავა ითამაშებს, ჩვენ არ ვართ ეგრე. ჩვენ გვყავს ვიცით რამდენიმე ძალიან კარგი ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც აი უფრთხილდებით და იმედი გვაქვს, რომ დიდ კალაბურთს ითამაშებენ. და ზუსტად მაგ ბიჭებზე მინდა რომ კითხო, დღესაც ნაკრებში არიან გამოძახებული იქ ხატიაშვილია, იქ მაზიაშვილია ნაკრებში ვიცით, კიდე 2-3 ძალიან ნიჭიერი ბიჭი არის და შენ ბევრად კარგად თიცი მათ შესახებ, მათ თამაშების ნანახი გაქვს და მაინტერესებს, აი მეც მაინტერესებს და ალბათ ჩვენს მაყურებელსაც ვისი მედად ვართ და რისი მედად ვართ, მოკლედ ესე უხეშად რო კითხო. კი ბატონო, იცი რა არის, მე მოვერიდები გვარებს ახლა შენ ახსენე ხატიაშვილი და მაზიაშვილი ცოტა დიდია და ხატიაშვილის საერთოდ 16 წლის არის. ამიტომ მოვერიდების სხვაგვარების ჩამოთვლას იქ ბახტაძეა და შემდეგ ძალიან ესეთი სამჭედლო შეიძლება არ არის, მაგრამ არის რამდენიმე ისეთი ბიჭი, როგორც თანმაღალი, ისევე თქვათ სხვა ამპლუის მოთამაშე, რომელზეც დაყრდნობა შესაძლებელი უნდა გახდეს წლების შემდეგ ნაკრებში. სწორედ ამიტომ ვამბობ მე რომ ჯერ ზოგიერთი 14-15 წლის არის, მაგრამ იმდენად მოწონს საკალათბურთო სამყაროს იმ ადამიანებს, რომლებიც სწორედ საბავშვო კალათბურთში მოღვაწეობენ და ტყუილად არ მოწონთ, რომ მათ აქვთ ყველა მონაცემი იმისთვის, რომ მათი სწორი განვითარების კუთხით წასვლის შემდეგ ისინი ეროვნულ ნაკრებს გამოვადგენენ. აქ ხო არ არის იმაზე ლაპარაკი, რომ საქართველოს ჩემპიონატი ითამაშოს. ჩვენ ლაპარაკობთ ეროვნულ ნაკრებზე და ვლაპარაკობთ იმ შევსებაზე, იმ ახალ გუნდის მშენებლობაზე, რომელიც უნდა მოხდეს შემდგომ წლებში, ხო, უკვე 2015-დან დაწყებული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე იმედი მაქვს და ამიტომაც ვამბობდი გიორგი, რომ ეს ევრობასკეტი აუცილებლად სათამაშოა. შენ წარმოიდგინე, რამდენს მიიღებენ, იგივე ის ხატიაშვილი და სხვაები, რომლებიც აუცილებლად დაემატებიან იმ სამსვენლო შეკრების დროს და არაერთი სხვათა შორის და რომლებიც გამოიცდებიან, რომლებიც გამოცდილებას მიიღებენ თორნიკესთან, შერმოსთან, სანაძესთან და სხვებთან და რას თავარია იმ ამპლუის მოთამაშეები, რაც ჩვენ ძალიან გვაკლია, ხო? კამარ ბალდუინზე გულისხმობ, მასთან ერთად როგორ გაიზრდებიან. ამ ყველაფერს მქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა. მე ვერ ვიტყვი, რომ მოდის რაღაცა ისეთი წარმოუდგენელი თაობა, ესეთი არ არის, მაგრამ მოდიან ბიჭები სხვადასხვა ასაკის ბავშვები, რომელსაც პერსპექტივა ნამდვილად არ აკლია და დრო ეს ყველაფერი შეივსება. მოდი ვთქვათ, რომ გოგა და სანდრო ახალგაზრდები არიან, თუმცა ჩვენ გვაქვს ერთი ძალიან დიდი პრობლემა, რომ ისინი მთლიანი წლის განმავლობაში ვერ გვეხმარებიან, ხო? ამიტომ საჭიროა ისეთი კალათბურთელები იყვნენ, რომლებიც აი ამ შესარჩევებს ითამაშებენ და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება. მე იმედი მაქვს, რომ ესეთი კალათბურთელები აღმოჩნდებიან სათანადო დონეზე, სათანადო სიმაღლეზე და ის დროშა, რომელიც აწია საქართველოს ნაკრებმა და ის თამასა, რომელიც დააწესა უკვე, მოდი შეიძლება ითქვას, ხო? იმის დაბლა არ უნდა ჩამოვიდეთ. ჩვენთვის თითოეული არ გასვლა ევრობასკეტზე იქნება ტრაგედია უკვე. იმიტომ რომ თვითონ დაგვიწესეს, ხო ეს? ის კი არა, სოფლიოზე გავედით და უკვე ხალხი ითხოვს, რომ სოფლიოზე კიდევ სოფლიოზე გავედით.
არამედ მე მინდა თქვა, რომ ჩვენ სოფლიოზე ჯგუფიდან გავედით. და შემდეგ უკვე ვითამაშეთ ოლიმპიური შესარჩევი. იქ შერბადინი ტრაუმის გამო ვერ დაგვეხმარა. იქ იყო რაღაცა გარკვეული სუბიექტური მიზეზები, იმისი რომ მე არ ვამბობ, რომ გინდა თუ არა უნდა გავსულიყავით, მაგრამ შესაძლებელი იყო, რომ ეს მომხდარიყო. ანუ ჩვენ ავწიეთ ეს, ბიჭებმა აწიეს ეს თამასა, რომელიც შეიძლება მერყეობდეს და მოელოდეთ რომ ცოტა ხანი 2025-ის შემდეგ ცოტა ხანი შეიძლება ოდნავ დაბლა დაიწიოს, მაგრამ რაღაცა დონე არის, რომელიც დაბლა ჩვენ არ უნდა დავიდეთ. და სწორედ ამის იმედი მაქვს მე, რომ ეს ახალგაზრდა ბიჭები 16, 15, 14 წლის ახლა წარმოიდგინეთ, იგივე ხატიაშვილი არ ვავიღოთ. მას დღეს ვერ შეაგდებ ომში. თუმცა მე ველოდები დღევანდელ დღეს, რომ მას მიეცემა სათამაშო დრო გარკვეული და როგორი ნათლობაა სერბეთში, ხო? შესანიშნავი. ხო, მე მთავარია რომ ერთ ვაკნას რომ მე იმდენად კარგი ბიჭის გარდა იმდენად თავდაჯერებულია რომ მე არ მგონია ისე დაიბნეს ბრინჯევით რომ თქვა რაღაცა. ეგეც არ იქნება პრობლემა, ხო, არც ეგ იქნება პრობლემა, მაგრამ აი ამას ვამბობ. 16 წლის არის, 1-2 წელი მაინც უნდა და აი სწორედ ეს 2 წელი, 2-3 წელი იქნება ის მთავარი, აი ეს გარდატეხის, ის ჩამოყალიბების, ის შენების და ამასობაში ჩვენ არ ვიცით შეიძლება ისეთი ბავშვები წამოვიდნენ უკვე. რომლებიც დღეს შეიძლება არა, მაგრამ აი ხა მაგალითი რომ მოვიყვანო, ჩემი შვილიშვილი ვარჯიშობს და მისი გუნდელი იყო ერთი ტანდაბალი ესეთი, აი როგორ გითხრა, თლად კალაბოკივით არა, მაგრამ აი ესეთი გასუქებული ბავშვი, რომელსაც უყვარდა კალათბურთი და ზაფხულში, წინა ზაფხულს წავიდა, ჩამოვიდა და უცბად მივიღეთ 2 მეტრიანი გამხდარი და დღეს ანგრევს ყველაფერს. ხო, ხდება მაგასაკში ესეთები, ამიტომ ჩვენ წინასწარ ამას ვერ ვიტყვით. თუმცა, თავარი მომენტია, გიორგი, რომ საქართველოს ნაკრებმა აი ამ თავისი მოღვაწეობით ჩვენ მოგვცა იმის შესაძლებლობა რომ ქართულ სპორტის არათუ მოყვარულს, არამედ ქართული საზოგადოება კალათბურთით ჯერ ისედაც უყვარდა, მაგრამ დაინტერესდა და ძალიან დიდია კალათბურთზე ბავშვების მოდინება. ანუ კალათბურთი ხალხს უყვარს. კალათბურთი წარმატებული სპორტია საქართველოში და ეს მაძლევს მე იმის იმედს, რომ საქართველოს ხვალინდელი საკალათბურთო დღე ნათელი იქნება. ეხლა შეიძლება ოლიმპიადა ვერ მოვიგოთ, მაგრამ იმ დონეზე უნდა ვიყოთ, რომ ვიამაყოთ ჩვენი კალათბურთი. თავარიც ეგ არის, ჩემი აზრით, თავარი ეგ არის ზუსტად, რომ რაღაც დონე რომელიც გვიჭირავს კონდეს, რომ აი სპორტი რა არის, ხალხისთვის არის, ხო, ნაკრები ხალხის არის და მუდმივად უნდა ვიცოდეთ, რომ კარგი ნაკრები ყავს, რომელსაც შეუძლია ბრძოლა, როგორც შეეძლო ბოლო წლების განმავლობაში იგივე იმ ლიეტუვასთან, ლატვიასთან თუ ყველა ძლიერ გუნდთან და ეგ არის მთავარი. ფეხბურთთან ახლოს ქვია ჩვენ გადაცემას და ხვიჩა კვარაცხელიაზე უნდა გითხო, იმიტომ რომ ვიცი რომ შენ თითქმის თამაშს არ აცდენ ხვიჩასი, რაც ნაპოლიში გადავიდა იმის მერე, აგერ იყო ძალიან მაგარი თამაში იყო ლიონი პარი სენ-ჟერმენი, ხმა თამაში არ გითხო, ზოგადად მაინტერესებს, აი შენი აზრით პატა ზოგადად სპორტში რას ნიშნავს ქვეყნისთვის ეგეთი ტიპის გამოჩენა, ხო, სხვა ძალიან მაგარი ფეხბურთელებიც ყავს, იგივე გიორგი მიქაუტაძე იქ ლიონში, ასევე კარგი თამაში ქონდა, მაგრამ ქვეყნის ფეხბურთისთვის, საქართველოს ქართული ფეხბურთის, ქართული სპორტისთვის რას ნიშნავს ის, რომ ხვიჩა კვარაცხელია გამოჩნდა ზოგადად, იმიტომ რომ ვისაც არ უყვარდა ეს ფეხბურთი თუ სპორტი, ყველა შემოაბრუნა თითქოს, ტევა აღარ არის სტადიონებზე, ყველა ტელევიზორიდან იყო, როცა ხვიჩა თამაშობდა და ეხლაც ეგრე არის და ეგრისი მომტანი არის საბოლოოდ გრძელვადაში. კი ბატონო, კარგია რომ იცი რა არის კარგი? ყველაზე მთავარი, ახლა მე პარალელს გავავლებ. გახსოვთ ყველას შენი პირველობას. გასვლა რა სიხარული გქონდა სტადიონზე, როცა აი ბოლო პენალის გატანის შემდეგ. მე ცოტა არ მახსოვს. ყველა ხო, შენ მახსოვს, რატო არ გახსოვს, მაგრამ გადმოცემით მაინც იცი. და ყველას ახსოვს ეგ და მე პარალელს რას ვავლებ. აი ამ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მინდა კალათბურთში შევადარო იმას. ახლა რატო? რომ ჩვენ ქართველი ფეხბურთის გულშემატკივარი მიჩვეულნი ვიყავით იმას, მოყოლებული ჯერ წინა საუკუნის კორიფეებიდან, შემდეგ უკვე 80-იანი წლების დინამოდან, რომ ჩვენ უნდა ყოფილიყავით თუ ელიტაში არა ელიტის სიახლოვეს. როგორც ნაკრები, ასევე საკლუბო დონეზე. ნუ გარემოებები მოხდა, არ ყვავდა ცუდი თაობა, ხო, დავიწყოთ შოთა არველაძე და შემდეგ ცოტა უკანაც რო წავიდეთ, კარგი თაობები ყვავდა, მაგრამ ვერაფერ ღირებულს ვერ მივახციეთ.
და ეხლა წამოვიდა ისეთი თაობა, ხუჩას თაობა, რომლებიც მართლა კარგი ბიჭები არიან და მათ ჭირდებოდათ გამარჯვებულის მენტალიტეტი, მათ ჭირდებოდათ პოცდამი, მათ ჭირდებოდათ საფუძველი რომ ყარად დამდგარიყვნენ ფეხზე და ეჯერებინათ ის რომ მათ შეუძლიათ ამის გაკეთება. და აი ამიტომ უფრო მნიშვნელოვანი იყო იმ პენალის გატანა და იმ გასვლა იმ ევროპის პირველობაზე რომ სწორედ ეს ერწყმოვნათ ბიჭებს და ჩემდა სასიხარულოდ და ჩვენ და სასიხარულოდ ეს მოხდა. ნაკრები გავიდა, ნაკრებმა მიიღო აი ესეთი შეიძლება ითქვას ძალიან ისეთი სუყედ დოზებით მიიღო აი ეს რაც მე ვილაპარაკე რომ დამაჯერებლობა და თურქეთთან თამაშიც ამის დასტური იყო, ხო? რომ ერთ-ერთი ყველა საუკეთესო თამაში რაც კი ევროპის ჩემპიონატზე ჩატარებულა. და რამდენად სასიხარულოა ეს ყველაფერი გრძელდება და გრძელდება იმ თაობასთან, რომელსაც ხუჩა წარმოადგენს. მე არ მინდა სხვები დავაკნინო, მაგრამ შენი კითხვა, იგივე მიკაუტაძე, იგივე ჩვენი მეკარე, რომელიც უბრალოდ ფანტასტიკურია და ამ მომენტისთვის სოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა, ხო? ის ბიჭები, ის ქოჩორა და ისინი სულ ყველა ეხა ყველა ვერ ჩამოთვალა, ძალიან კარგი ბიჭები არიან და რაც მთავარია, მათ არ აქვს წაგებულის მენტალიტეტი. მათ ეს აღარ აქვს, დაივიწყეს, კი წააგებენ. არაერთხელ წააგებენ. ყველა აგებს რა, ბარსელონა აგებს და მანჩესტერ სიტი ხო ხედავთ რა დღეში. ის ყველაფერს არის. იმათ უკვე წაგებულის მენტალიტეტი აქვს. ეს არ წაგება არ არის წაგებულის მენტალიტეტი. ის არის ჩადებული კოდი, რომელიც რაღაცა წლების, ათეული წელს განმავლობაში ჰქონდა ფეხბურთელებს და რაც თავია ჰქონდა გულშემატკივრებს ჩვენ. ჩვენს ჰქონდა ეგ მენტალიტეტი, რომ ჩვენ ვერ ვიგებთ. თითქოს სათითაოდ ნორმალური ბიჭები, მაგრამ მაინც ვერ ვიგებთ. არ ელოდები რომ ეხლა უკვე ჩვენს გაგვიქარწყდა, გაგვიქრა ეს ყველაფერი და ამიტომ ვართ ბედნიერები. რაც შეეხება ხუჩას, გამორჩეული ტალანტია მართლა და შენ სწორედ თქვი მე არ არის თამაში, რომელიც არ შეიძლება არ უნახო. და ძალიან რთული პერიოდი მოდი ვიტყვი რომ უდგას და ჯერ არ დამთავრებულა. იმიტომ რომ ძალიან დიდი ამწნეხს გაუძლო. ეხლა ახალგაზრდა ბიჭი გადახვიდე, რამდენი წლის არის ხუჩა ეხლა? 24-ის გახდა. 21 წლის გადავიდა თუ 22 წლის იყო ნაპოლიში რომ გადავიდა, ხო? და ასეთი გამადიდებელი შუში და ლუპებით უყურებდნენ, ხო? და ბიჭმა პირველ წელსვე რა შედეგი დადო, როგორც ინდივიდუალური თვალსაზრისით, ისე მარადონას შემდეგ ნაპოლის ჩემპიონი არ ყოფილა და მე არ ვამბობ რომ ხუჩა მარტო გახადა ჩემპიონი, მაგრამ ძალიან ლომის წილი ხო დაიდო იმ ყველაფერში. და ამ ყველაფრის შემდეგ ძალიან რთულია შეინარჩუნო შენ სიმშვიდე, შეინარჩუნო აი ის რომ ეს ყველაფერი ესე გაგრძელდეს. მით უმეტეს, როცა სხვა გარე ფაქტორები მოქმედებს, ხო? მე არ ვსაუბრობ იმაზე, რომ დაოჯახდა და ჯანმრთელობას და ბედნიერებას და შვილის შეძენას კიდევ ერთხელ ულოცავ და ერთმა გამრავლდნენ და გაიხარონ, ხო? აქ ის გარე ფაქტორებია და ამიტომ იყო ყველაზე ძალიან ეხლა იყო მხარდასაჭერი ხუჩა. გასაკრიტიკებელი კი არ იყო, ეხლა უნდა დაეჭირა გულშემატკივარსაც ყველას მისთვის მხარი. მით უმეტეს იმის შემდეგ რომ გადავიდა PSG-ში. ხო? ეხლა PSG ზოგისთვის ხელწამოსაკრავი გუნდი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ვერ იგებს ჩემპიონთა ლიგას, თორე საფრანგეთში ვიცით რა დონეზეა, რა მოთამაშეები ყავს და რამდენად მიხარია რომ უკვე იმ ბოლო მატჩში არაფრის მომცემ, საერთოდ რომ ბრესტი რომ წაშალეს, ხო? იქაც უკვე გამოჩნდა ის რომ ხუჩა ვინ არის, გუშინდელ მატჩში, ხო? კი, შეიძლება გოლი არ გაიტანა, მაგრამ კარგი, ძალიან მაგრად ითამაშა. საგოლე გადაცემა, საერთოდ ეს ეწყობა გიორგი, რამდენიმე მოთამაშე, აი დინამო რო გავიხსენოთ. დათო ყიფიანის გარეშე მოხდებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ არანაკლები ფეხბურთელები იყვნენ, ვოვაგუცაევი, იქ რამას შენგელია, იქ დაბლად შივაძე, ხინჩაკაშვილი, დარასელია. აი ეს ყველაფერი ერთად იკრიბება, მაგრამ არის რაღაცა რომ ღერძი, ხო? ადრე იყო მანუ ჩარმაჩაიძე, შემდეგ ესე მოვიდა და ესე მოხდება ამ გუნდშიც, იმიტომ რომ რაზეც მე ვისაუბრე, ყავთ ლიდერი, ყავთ ქარიზმატული ლიდერი, რომელსაც განსაკუთრებული მონაცემები აქვს, განსაკუთრებული ტალანტი აქვს. ის ტალანტი რა ძალიან უყვარს გულშემატკივარს, ხო? ხუჩას ერთი ფინტი და ერთი მოწყილება, ექსტაზში აგდებს რამდენ ათას ქართველს, ხო? და არა მხოლოდ ქართველს, იტალიელს, ეხლა იმედია ფრანგებს. ამიტომ სწორედ ეხლა გჭირდება ჩვენ უფრო მეტი მხარდაჭერა ხუჩაზე, რომ ეს რთული პერიოდი მე ვთქვი და დავფიქრდი იმ სიტყვაზე, რომ აქვს თუ ქონდა მეთქი, ჯერ აქვს. ჯერ არ დამთავრებულა. იმიტომ რომ მას საბოლოოდ უნდა
დასამტკიცებელი კი არა, აი დააჯეროს, ეს უფრო სწორი სიტყვა იქნება. ყველა უნდა დააჯეროს, რომ იმ დონის მოთამაშეა, არა თუ PSG-ში უნდა იყოს, არამედ ნებისმიერ დროს შეიძლება Manchester City-მ პირობითად Real-მა თუ Bayern-მა თუ რომელიმე გუნდმა მოინდომოს მისი წაყვანა. აი ამ დონის მოთამაშე უნდა ჩამოყალიბდეს და ამის ყველა მონაცემია. და ამიტომ ამბობ, ამიტომ არის ორმაგად საცხარულო, რომ ის უკვე ისევ ძველი ხუჩა ხდება და ეჭვიც არ მეპარება, რომ გახდება, ყველაფერი დავიწყებული იქნება და ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, რომ არა ერთხელ კვირაში რამდენჯერმე იქ ლიგაზე, იქ უკვე საფრანგეთის პირველობაზე, როგორც ველოდებით თორნიკეს თამაშებს ევროლიგაზე, აი ესე დაველოდოთ და ყველა ერთად გახარებულები და ბედნიერები ვიყოთ. მე წარმატებები მინდა ხუჩას უსურვო, როგორც საფეხბურთო კარიერაში, ისე თავის პირად ცხოვრებაში და ხუჩასთან ერთად ასევე მინდა ის თავისი მეგობრები მიქაუტაძე და მთელი საქართველოს ნაკრები და ის მომავალი ბიჭები, რომლებმაც უნდა როგორც კალათბურთში თქვით და უნდა შეავსონ, აქაც უნდა მიიღონ ხო შევსებები და აი ეს ყველაფერი და ერთი მაგრადი გაგვახარეთ და კიდევ ერთხელ მოუწოდებ ყველას, რომ ხუჩას მხარი დაუჭერეთ სწორედ ახლა. გავდივართ დასასრულისკენ, მაგრამ აი ხა თავში მომივიდა ეგეთი რაღაცა, შეიძლება მოსმენილიც მაქვს შენგან, მაგრამ და არ მახსოვს, ან მაყურებლისთვის საინტერესო იქნება, მე მინდა გითხრა თუ გინდა და თუ უცებ გაიხსენებ ტოპ 5 ვისთან ერთადაც გითამაშია იმ ხალხისგან შემდგარი და შენი საყვარელი კალათბურთელებისგან შემდგარი ტოპ 5 ხუთეული თუ ძალიან რთული არის ვისთან ერთადაც მითამაშია ეგეც საინტერესოა მითამაშია იმიტომ რომ ბევრ მაგარ მოთამაშესთან ერთად გითამაშია და მაგით ნუ კანდიდატო და ალტერნატივი არ ვიდეს საბონისი ამ თემა არ არის მანდ საერთოდ ნუ ჩემი თავის რომ ანუ მეც უნდა წარმოვიდგინო რომ მე მოედანზე ვარ ხო რადგანაც მე მეკითხები ხო ვისთანაც მითამაშია ვალდის ვალტერსი თემა მანდაც არ არსებობს იმიტომ რომ მე ესეთი მოთამაშე ის წინააღმდეგაც მითამაშე უბრალოდ არ ვინახია მე დავდგები ცოტას ვიხუმრებ და ცოტა მე დავდგები შუაში და ვალტერსი დადგეს გვერდზე აუცილებლად დავაყენებდი მე პალერას მაინც ციხანენკოს არ მითამაშია მაგრამ თოკო შენგელიას მინდა რომ დავაყენო კი ბატონო მე მიშა მინდოდა მე თქვა მაგრამ აი არც მიშასთან მითამაშია მაგრამ თოკომ ისეთი რამე ვიაკეთა იმდენად საყვარელი ადამიანი იმდენად საქართველოს უყვარს რომ არ მომიწია ბედმა მე თოკოსთან მეთამაშა და ნატრაში მაინც ვითამაშებდი თოკოსთან ოღონდ ერთი პირობით კიდე ორ მოთამაშეს იმაზე დავსვავდი რომ კოლას აუცილებლად საბონისი რომ დაიღლება რომ შეცვალოს და ჩემგელაიას არსაძეს დავსვავდი კიდე ვალტერსი რომ დაიღლება არ მე რომ დავიღლები რომ შემოვიდეს კი ბატონო ეხლა ეს ცოტა ხუმრობები მაგრამ ჩემთვის ეს ძალიან მაგარი შემოდგენლობაა ხო ვალერა ციხანენკო იმიტომ რომ არა მხოლოდ იმიტომ რომ მეგობრები ვიყავით უმაღლესი დონის კალათბურთელი ჩემთვის ვოლკოვზე უფრო დიდი და ბარემ ისინიც აჰა და აქ არის საუკეთესო ხუთეული შეიძლება საბონისი მანდაც მოხდეს აუ ეს სერბი ისეთ რამეებს აკეთებს რომ ნუ რა ვიცი ჩემ მეგობარი ხო არ გავწიო და კოლას როლი ხო არ მოვარგო იქ და ნიოკიჩი დავაყენო ნუ არ ვიცი ალბათ მაინც ჩემი საყვარელი ცენტრალური თავდასხმელი იყო ჰაკიმ ოლაიჯიონი მიუხედავად იმისა რომ ქარემი არსებობდა ონილი არსებობდა და ის რატომღაც ჰაკიმისკენ ვიყავი მაგრამ ნიკოლა იოკიჩმა ყველანაირი შეხედულებები და საბონისიც კი არ დაჩრდილა მაგრამ საბონისის გვერდზე ოდნავ შეიძლება მაღლაც დადგა დღევანდელი გადასახედიდან ან უბრალოდ არ არსებობს რა ჯორდანს ვერაფერს ვერ უზავ და არც არაფერს არ უზავ, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა იდგეს ორი ნომრის პოზიციაზე. ალბათ მაინც ტიმ დანკანი 4 ნომრის პოზიციაზე, თუმცა იქ არიან სხვა კანდიდატებიც, მაგრამ ტიმი იყო გამორჩეული მოთამაშე და 4 ნომრის პოზიციაზე ტიმს დავაყენებდი. აი
ერთმანეთში გაინაწილონ, რომელი დაიწყებს და რომელი იქნება. მე მაინც თეთრისკენ ვარ, მაგრამ ლარი ბერდი და ლებრონ ჯეიმსი. სამი ნომრის პოზიციებზე და გამთამაშებელი იქნება ის, რომელიც არის ჩემი საყვარელი კალათბურთელი, რომლის გამოც მე ღამეები მითენებია და რომლის თამაშის შემხედვე მე ვფიქრობ, რომ იმის იქით კალათბურთი უბრალოდ არ არის. არის მეჯიკ ჯონსონი. მეჯიკის შეცვლა ვინ იქნებოდა? მეჯიკის შემცვლელი. ნუ შეიძლება ამპლუით ცოტა სხვა არის და მაშინდელი კალათბურთი არა, მაგრამ ლუკას ჯერ ალბათ ადრეა. ნუ სტეფი ალბათ სტეფ კარი მე და აიზია ტომასი მომწონდა მეჯიკის შემდეგ, მაგრამ სტეფ კარი, კაირი ირვინგი, აიზია ტომასი, ეს სამეული არის და კრის პოლი ჩემთვის ახლოს ამ ყველაფერთან. თუმცა მეჯიკ ჯონსონს მე მაინც და ჯეისონ კიდი მე მაინც ვერავის ხო, რა თქმა უნდა. დიდი მადლობა პატა, მე მგონი საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებლისთვის ეს გადაცემა. მადლობა რომ მოხვედი. წარმატებები შენ საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს და ზოგადად ქართულ კალათბურთს, ქართულ სპორტს. მე მაყურებელს ვეთყვი, რომ საინტერესო სიახლეებით უახლოეს მომავალში დააგიბრუნდებით. მე მადლობა, აქეთ მინდა გითხრათ და კიდევ ერთხელ მინდა ძალიან დიდი წარმატება გისურვოთ, გიორგი, როგორც შენ პირადად, ასევე მთელ თქვენ აი ჯგუფს და ოჯახს, რომელიც აქ სხვანაირად არ იქნება, თქვენი დიდი ოჯახი იქნება. დაფუძნებლებს, დირექტორებს და აი მომუშავე ბიჭებს და გოგოებს, რომლებიც აი ამ თქვენს ოჯახში იმყოფებიან. თითოეული დღე ყოფილიყოს ბედნიერების მომტანი თქვენთვის და წარმატებული ეთერები არ მოკლებოდეთ. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა და დროებით აბა. დროებით.